დიდი მადლობა ყველას, ყავს განსაკუთრებული ადამიანი, რომელმაც ახლახანს რეკორდული შედეგით დიდი არჩევნები მოიგო. თქვენ რამე საერთო გაქვთ? მე ვამაყობდი და პატივი იყო პრემიერ-მინისტრის ხარდაჭერა. ფიქრობდი, რომ მან მართლაც კარგი სამუშაო შეასრულა. მე მას ძალიან ვსემპატივს, ამიტომაც მივეცი მას ჩემი მხარდაჭერა. ჩემი აზრით, მას იაპონიის ისტორიაში ყველაზე წარმატებული არჩევნები ჰქონდა და არასდროს მოუგია ასე. ასე რომ, ჩვენ გვყავს ძალიან პოპულარული, ძლიერი ქალი და ის მართლაც დიდებული ქალია. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს და ვაპირებთ ვილაპარაკოთ ვაჭრობაზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე. და მისი აქ ყოფნა. Muito obrigado. და სწორედ ამ მიზეზით მსურს სხვა ქვეყნებთან ერთად ვიმუშაო და მათ ჩემი მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადო. და რაც შეეხება ირანს, ბირთვული იარაღის განვითარება ნამდვილად ისაა, რასაც ვერ დაუშვებთ. იაპონიამაც უნდა იმოქმედოს ამ მიმართულებით. ასევე ჩვენს ქვეყანას დაგმო მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ თავდასხმები და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა. საგარეო საქმეთა მინისტრმა მოტეგიმ ირანის კოლეგას მიუღებლობა განუცხადა და სთხოვა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ეს ქმედებები. უსაფრთხოების გარემო გამკაცრებულია, როგორც ახლო აღმოსავლეთში, ისე ინდოწყნარი ოკეანის რეგიონში. მიუხედავად ამისა, მადლიერები ვართ იმ ფაქტის გამო, რომ შეერთებული შტატები იაპონიას ღრმანდობას უცხადებს და ურხევ ალიანს ინარჩუნებს. დღეს მსურს განვიხილო, როგორ შეძლებენ იაპონია და შეერთებული შტატები ერთად უფრო ძლიერი და წარმატებული გახდნენ. მან ახალი წინადადებების წარადგინა მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის სტაბილიზაციისთვის. მოგვიანებით ვაპირებ ეკონომიკური უსაფრთხოების დირექტორთან კრიტიკულ მინერალებზე, ენერგეტიკაზე თანამშრომლობასა და მოლაპარაკებებს განვიხილო, რათა ჩვენი ეკონომიკები გავაძლიეროთ და ეკონომიკური ზრდა შეუწყოთ ხელს. დიდი მადლობა, შესანიშნავ საქმეს აკეთებთ და გილოცავთ იაპონიის უდიდეს გამარჯვებას. ეს არც ისე ცუდია, ეს გრძელი ისტორიაა. ეს დიდი ერია, კარგი კანონებით, შესანიშნავი რეპუტაციით, მაგრამ ეს გიგანტური გამარჯვებაა. გილოცავთ ყველას, ძალიან ვამაყობ თქვენით, ძალიან ვამაყობ თქვენით, ჩვენ მეგობრები გავხდით და ძალიან ვამაყობ იმ საქმით, რაც გააკეთეთ. ეს ნამდვილად არ არის ადვილი. გაქვთ რაიმე კითხვა ბატონ პრეზიდენტთან? ბატონო პრეზიდენტო, კმაყოფილი ხართ იაპონიის მხარდაჭერით, მათ შორის საგანგებო დახმარებით. დღეს ამაზე ვისაუბრებთ. განარძეთ გისმენთ. იაპონიის მხარდაჭერაზე, მაგალითად ჰირაის მაღაზიის შემთხვევაში, კმაყოფილი ხართ არსებული მდგომარეობით. გმადლობთ, რას ვაკეთებთ? დღეს ამაზე უფრო მეც ვისაუბრებთ. იაპონიასთან ყველაფერში უზარმაზარი მხარდაჭერა და შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. და მჯერა რომ იმ განცხადებების საფუძველზე, რომლებიც გუშინ და გუშინ წინ მივიღეთ იაპონიასთან დაკავშირებით, ისინი ნამდვილად იღებენ პასუხისგებლობას. დიახ, ბატონო პრეზიდენტო, დიახ. მჯერა რომ შესანიშნავ მხარდაჭერას ვიღებთ. გუშინწინდელი კომენტარიდან ჩანს, რომ იაპონიიდან ძლიერი გზავნილი მივიღეთ. ნატოსგან განსხვავებულ კონტექსტში. ეს სრულიად განსხვავდება ნატოსგან. კოდ დიახ. ბატონო პრეზიდენტო, აპირებთ თუ არა ირანულ ნავთობზე სანქციების შეჩერებას და მეტი ამერიკელი ჯარისკაცის გაგზავნას რეგიონში? არა, ჯარისკაცებს არ გავგზავნე და რომც ვგზავნიდე, ამას მაინც არ გეტყოდით. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ფასი მაქსიმალურად დაბალი დარჩეს. ამას როცა ვაკეთებდი, ამაზე ვფიქრობდი. ნახეთ, დაუ ჯონსმა სულ რამდენიმე კვირის წინ 50,000 მიაღწია. ამბობდნენ, რომ ეს 4 წელიწადი არ მოხდებოდა ჩემს მმართველობაში, თუმცა მე ვთქვი, რომ მოხდებოდა. უბრალოდ არ ვიცოდი ასე სწრაფად თუ მოხდებოდა. ეხლა უკვე 50 მიაღწია. ეს 1 წელიწადში გავაკეთეთ და არა 4-ში. S&P-მ 7,000 მიაღწია, რაც Dow-ს 50 მიღწევაზე უფრო შეუძლებლად მიჩნეოდა. ეს 1 წელიწადში შევძელით და ყველაფერი კარგადაა. ეკონომიკა შესანიშნავი იყო. ნავთობისა და ბენზინის ფასები დაეცა 1,99-მდე, 1,85-მდე. ყველაფერი კარგად იყო. ხედავდი ირანში მომხდარს და ვთქვი, ძულს ეს შეჭრა, მაგრამ მოგვიწევს.
და სინამდვილეში მეგონა რომ ციფრები უარესები იქნებოდა, მეგონა რომ უფრო მეტად გაიზრდებოდა ვიდრე გაიზარდა, მაგრამ ამ შეჭრას ვახორციელებთ და როცა დასრულდება, ბევრად უფრო უსაფრთხო მსოფლიო გვექნება და პრემიერ-მინისტრი ამაზე მეთანხმება. მასაც საშინლად მიაჩნია ეს. რაში არიან ისინი ჩართული? მგონია რომ თითქმის მთელი ქვეყანა ასე ფიქრობს. ირანი სერიოზული საფრთხეა ახლო აღმოსავლეთისა და მსოფლიოსთვის და მგონია პრაქტიკულად ყველა ქვეყანა მეთანხმება. ამიტომ მინდოდა ხანძარი ჩამექრო და ვთქვი ამას გავაკეთებთ. ნავთობის ფასები გაიზრდება, ეკონომიკა ცოტათი დაეცემა. ვიფიქრე რომ უფრო ცუდი იქნებოდა, ბევრად უფრო ცუდი სინამდვილეში. ფიქრობდი რომ იყო შანსი რომ ბევრად უფრო ცუდი ყოფილიყო. სუდად არ არის ეს მალე დასრულდება. ჩვენ გავანადგურეთ საზღვაო ძალები, ჩვენ პრაქტიკულად ყველაფერი გავანადგურეთ, რაც გასანადგურებელი იყო, მათ შორის ხელმძღვანელობაც. მათი საზღვაო ძალები დასრულდა, მათი სააერო ძალებიც დასრულდა, მათი ანტისააერო ავჭურვილობაც აღარ არსებობს. ჩვენ ფრინავთ სადაც გვინდა, არავინ გვესვრის. მათ ყავდათ, მაგრამ მათი ხელმძღვანელობა დასრულდა და ლიდერები აღარ არიან. ისინი ირჩევენ ახალ ლიდერებს, ისინი მთავრდებიან, ისინი ირჩევენ ახალ ლიდერებს, ისინი მთავრდებიან, ეხლა ისევ ეძებენ ახალ ლიდერებს. ჩვენ შეგვიძლია გავანადგუროთ კუნძული ნებისმიერ დროს, როცა მოგვინდება. მე მას ვეძახი პატარა ნავთობის კუნძულს, რომელიც იქაა სრულიად დაუცველი. ჩვენ ყველაფერი გავანადგურეთ, გარდა მილსადენებისა. მილსადენები დავტოვეთ, რადგან მათი აღდგენა წლები დასჭირდებოდა, რომ მათ იცი შეძლონ გაკეთება. ჩვენ, ჩემი აზრით, გრაფიკს არსებითად უსწრებთ და მე ეს უნდა გამეკეთებინა. ამას ექსკურსიას უწოდებ. გავაკეთე ეს პატარა ექსკურსია და რაღაც რისი გაკეთების გამბედაობაც არც ერთ სხვა პრეზიდენტს არ ქონია. ყველას უნდოდა, მაგრამ არ გამოიყენეს და მე მათ არ ვადანაშაულებ. ეს მე დამჩა და კარგად გავართვით თავი. არმია საოცარია, ჩვენ გვყავს საოცარი არმია, ჩვენ გვყავს სოფლიოში უდავოდ ყველაზე ძლიერი არმია. გვაქვს სოფლიოში უდავოდ საუკეთესო აღჭურვილობა. სინამდვილეში იაპონია ყიდულობს ჩვენს აღჭურვილობას, ბევრს ყიდულობს და ეს ჩვენთვის პატივია და ეს ერთ-ერთი საკითხია, რომელსაც განვიხილავთ. მათ სურთ ბევრი სამხედრო აღჭურვილობის შეძენა. პატივია, რომ პრემიერ-მინისტრი აქ არის. ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გქონდა. კარგი პრეზიდენტო. ღირსეული პრეზიდენტო. მგონი ჯერ თქვენთან მივა. კარგია, ხო გაიგე. ძალიან კარგია, გეუბნები, მინდა ვთქვა. იმდენად კარგია, რომ ამის გაკეთება არ გჭირდება, არა, ძალიან კარგია. ჯერ კიდევ არ მისავლია თქვენი ენა, ასე რომ შემდეგ ჯერზე რომ მოხვალთ, თქვენი ენა მზად მექნება. ნეტავ პენტაგონმა მართლაც ოფიციალურად აიღო ვალდებულება გამოხოს დამატებით $200 მილიარდზე მეტი. ამას ბევრი მიზეზის გამო ვითხოვთ, ზოგჯერ ირანზე მეტსაც. სამყარო უკიდურესა და არასტაბილური გახდა და სამხედრო ძალისა და აღჭურვილობის ნაწილი წარმოუდგენელია. ამის შესახებ არც გინდათ იცოდეთ. თქვენ ამას 2 წამში დაასრულებდით, თუ მოინდომებდით, თუმცა ჩვენ ფრთხილად ვიქცევით და მაინც გვინდა გავაკეთოთ. არ დაგავიწყდეთ. ბაიდენმა ჩააბარა მე პრეზიდენტობისას აღვადგინეს შეიარაღებული ძალები. ბაიდენმა კი სულელურად გადასცა ავღანეთს. მას არ უნდოდა ამის გადატანა. ძალიან ზარმაცი და სულელი იყო. ეს ძალიან მცირე რაოდენობა იყო. ბევრი რამ იყო, მაგრამ ძალიან ცოტაა იმასთან შედარებით, რაც მე ვიყიდე და რაც ავაშენე. ჩვენ გვინდა კარგი მარაგი გქონდეს, გვინდა დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, რაც ახლა გვაქვს, ბევრი საბრძოლო მასალა გვაქვს, მაგრამ ის შემცირდა. იმის გამო, რომ უკრაინისთვის ამდენი მივეცით, მათაც ბევრი მისცეს. ბაიდენმა უკრაინას $350 მილიარდი სამხედრო დახმარება მისცა და არაფერი აღუდგენია. ჩვენ ბევრი გვაქვს, გვაქვს შეუზღუდავი მარაგი, საშუალო და მაღალი დონის შეიარაღების. გვაქვს სამხედრო აღჭურვილობა, შეიარაღება და განსაკუთრებით ბევრი საბრძოლო მასალა. თუმცა ვინახავთ, სინამდვილეში ეს არ მჭირდება, მაგრამ მაინც ვაგროვებთ. ჩვენი სამხედრო აღჭურვილობის მწარმოებლები აწარმოებენ ისეთი დონით, როგორიც არასდროს ქონიათ. პიტ ამას ხელმძღვანელობს ჩვენთან ერთად სინამდვილეში, მაგრამ პიტე ამ საკითხში ძალიან მტკიცეა. გენერალი პიტე, მე თვითონ მთელი ჯგუფი. რეითეონი აშენებს 4 ქარხანას, ლოქიდი კი 5 ან 6, ორივე სწრაფად აშენებს. ჩვენი რთული შეხვედრის შემდეგ მათ ერთ შემთხვევაში $51 მილიარდი დახარჯეს აქციების გამოსასყიდად. ეხლა მათ ამის გაკეთება აეკრძალათ და ეხლა ისინი რაღაც საოცარს ქმნიან.
ჩვენ არასდროს გვინახავს არაფერი მსგავსი იმას, რაც ეხლა ხდება. ჩვენ ძალიან კარგად ვართ, ნამდვილად კარგად. ჩვენ გვინდა საუკეთესო ფორმა. ასე ვიკავით, როცა შეიარაღებულ ძალებს შესანიშნავ ფორმაში ვაყალიბებდით. მერე ბაიდენმა ყველაფერი გააფუჭა და არაფერი გააკეთა. არა უშენებია, არაფერი გაუკეთებია. თუ დემოკრატებს მოусმენთ, მათ არც კი სურთ შეიარაღებული ძალების ყოლა. ეხლა ხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს, მაგრამ ჩვენ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი შეიარაღებული ძალები გვაქვს და საუკეთესო აღჭურვილობას ვაწარმოებთ. სხვა ღამეს ერთ კონკრეტულ ადგილას 114 რაკეტა იქნა გაშვებული და ამ 114 მაღალტექნოლოგიური რაკეტიდან 100 მაღალტექნოლოგიური რაკეტა იყო. ყველა მათგანი ჩამოაგდეს. ჩვენი აღჭურვილობა, მთელი ჩვენი აღჭურვილობა შტამბეჭდავია სინამდვილეში. ძალიან კარგია. ამიტომ გვინდა დავრწმუნდეთ. ეს მცირე ფასია იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ კვლავ ლიდერებად დავრჩებით. პრეზიდენტო, აღნიშნული პირი ხაზინის მდივანი დღეს განაცხადა, რომ ირანის ლიდერები გაქცეულები არიან, იცით ეს მათაც იციან. რა არის ეს? ჩვენ აგვყავს კაცი სახელად ხაზინის მდივანი, ასე რომ შეიძლება მას სურს ამ საკითხზე საუბარი. ვინმე მიცის მითხარით ერთი რამ, თქვენ ხო არ იცით ვინ არის ის? ის არის კასიდი ცენტრალი. ამიტომ ჩვენ ხედავთ ინფექციას ყველა დონეზე და ვიწყებთ იმის გაცნობიერებას, რა ხდება რეჟიმთან. ეს აქ ზევაში არ შუქდება? ჩვენ ჰაერიდან ვაკვირდებით მათ და რეჟიმი თავისით უნდა დაინგრეს. ხაზინაში ვნახეთ, სად გადაგქონდათ ფული ქვეყნის გარეთ. ამას მივყვებით, დავაბრუნებთ მას ირანელ ხალხს. და თქვენ ხედავთ დეზერტირობებს ისრაელთან დაკავშირებით. ასევე არის ბევრი სამხედრო დეზერტირობაც. ირანში ბევრი სამხედრო დეზერტირობაა. მე მათ არ ვადანაშაულებ. გვამბობთ პრეზიდენტო, ესაუბრეთ ნეთანიაუს ნავთობისა და გაზის საბადოებზე თავდასხმაზე. დიახ, ვისაუბრე, უთხარი, ნუ გააკეთებ, მიპასუხა, ჩვენ გავაკეთებთ, არ გვიჩხუბია, დამოუკიდებლები ვართ, კარგად უგებთ ერთმანეთს, ორდინირებულია, მაგრამ ზოგჯერ რაღაცას აკეთებს, რაც არ მომწონს, ამიტომ ამას აღარ ვაკეთებთ. ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ მითხრა, რომ დარჩება, სანამ ახალი პრეზიდენტი არ დადასტურდება. ის დარჩება საბჭოში, სანამ ფედის გამოძიება დასრულდება. ის გამოძიებაშია, რადგან აშენებს შენობას ასობით მილიარდად, რაც გადაჭარბებულია. იქ შენობა ბიუჯეტზე იაფი დაჯდა და ადრე დასრულდა. ეს სადრესასწაულო დარბაზია. სადრესასწაულო დარბაზი ბევრად უფრო დიდი შენობაა. ეს შენობა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ის, რასაც ის აშენებს და მისი ღირებულება მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ფასისა. რაღაც ხდება კონტრაქტორებთან, ეს ისა, რაც ყველაზე კარგად გამომდის. მე ყოველთვის დიდ შენობებს ვაშენებდი. მე მათ ბიუჯეტზე ნაკლებად და ვადამდე ადრე ვასრულებ. ისინი შეიძლება 4 მილიარდი დაჯდეს, ეს არის 4 მილიარდი დოლარის განახლება. შენობას რო უყურებ, არ ვიცი კევინულში ოდესმე იქ გადავა თუ არა. ეს შენობა წლებია შენდება და ყველაზე ძვირად ღირებულია. ეს აშკარა არაკომპეტენტურობაა. დღეს აუცილებლად უნდა შეამციროთ საპროცენტო განაკვეთები. ეს ხო ყველა გააკეთებდა. ის ჯიუტია და აქვს ტრამპის ობსესიურ კომპულსიური აშლილობა, რაც ბევრ ადამიანს ახასიათებს და განკურნებადი არ არის. მაგრამ ის ასევე აშენებს. მან განაკვეთები დაუყოვნებლი უნდა შეამციროს, მაგრამ ამას არ გააკეთებს, რადგან ჯიუტი და არაკომპეტენტურია, რაც ვფიქრობ ყველაზე ცუდი კომბინაციაა და არც ჭკვიანია. მაგრამ ეხლა ის იქ თავისი იურისდიქციაში კომპლექსს აშენებს. დაიწყო და ყველაფერი კონტროლიდან გამოვიდა. მილიარდობით დოლარია პატარა შენობაზე. მე შემეძლო ეს შენობა გამეკეთებინა და ლამაზად გამეკეთებინა 25 მილიონ დოლარად. 25 მილიონ დოლარად და ძალიან ლამაზი იქნებოდა. ნახე რა გავაკეთე თეთრ საფში. რემონტი გავუკეთე. ადგილი საშინელ მდგომარეობაში იყო, იატაკებიც და ყველაფერი. მე ის შენობა 25 მილიონ დოლარად ლამაზად გავაკეთებდი. ისინი კი 4 მილიარდს ხარჯავენ. კარგი, ესე რომ, ხო, ეს არის. არსებობს დანაშაულიც. ეს შეიძლება კონტრაქტორს ეხებოდეს, მაგრამ მე კონტრაქტორებზე შესაძლოა იმაზე მეტი ვიცი, ვიდრე ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც კი ოდესმე ცხოვრობდა. მაგრამ ეს კონტრაქტორი ძალიან მდიდარი კაცია, ვინც არ უნდა იყოს კონტრაქტორი და ჩვენ ვიცით, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, ის უკიდურესად მდიდარი კაცია. მას შეუძლია მილიონობით დოლარის მოგება. მე არ ვისმენ 3-4 მილიონს.
ეს გახდიდა მას ყველაზე ძვირადღირებულ შენობად, კვადრატულ მეტრზე, რაც კი ოდესმე აშენებულა ისტორიაში და შენ შენობასაც კი არ აშენებ. ეს რემონტია გარე ფასადი, ფოლადი და სტრუქტურა დარჩება. მინდა საზოგადოებას დავანახო, რომ ეს კაცი არაკომპეტენტურია. ის არაკომპეტენტურია და შესაძლოა არაკეთილსინდისიერიც, თუმცა ვიღაც ნამდვილად არაკეთილსინდისიერია. შენობა ვერ ერირება 3-4 მილიარდი დოლარი, არა? ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ პირდაპირ ვამბობ. ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ახსენეთ, რომ იაპონია არის. ეს ადამიანი თქვენიანი ჩანს, არა? დიახ, ის კარგია თუ ცუდი? მადლობა, კარგი. კარგი რეპორტიორი თუ ცუდი რეპორტიორი? და როგორიც არის, თითქმის არაფერია. ყველაფერი კარგადაა. ის ძალიან კარგი ადამიანი ჩანს. გააგრძელე. ბატონო პრეზიდენტო, თქვენ თქვით, რომ იაპონია ნაბიჯს გადადგამს. მივხვდი. რა მხარდაჭერასელით იაპონიისგან მომავალში? ვიმედოვნებ იაპონია უფრო აქტიურად ჩაერთვება, რადგან კარგი ურთიერთობა გვაქვს და მას მხარს უჭერთ. იაპონიაში 45,000 ჯარისკაცი გვყავს. ბევრ ფულს ვხარჯავთ. ასე ყოველთვის იყო ჩვენ შორის. ვიმედოვნებ, არ მიგვირს, რომ მათ მეტი როლი უნდათ. ჩვენ თითქმის არაფერში ვჭირდება ისინი. არც იაპონია ვჭირდება და არც ვინმე, მაგრამ სამართლიანია, რომ მათ თავიანთი პასუხისგებლობა აიღონ. სმენია, რომ იაპონია ნავთობის 90%-ზე მეტს ამსრუკით იღებს. ეს დიდი მოქმედების მიზეზია. გულისხმობ, ჩვენ გავანადგურეთ ქვეყანა, რომელიც უნდა განადგურებულიყო. მხოლოდ სრუტის საკითხი დარჩა. ცნელია, შეგიძლია ორი ადამიანი აიყვანო და ისინი წყალში პატარა ბომბებს ჩააგდებენ, რაც ხელს შეუშლის ყველაფერს. არ გვინდა ამის მოხდენა, მაგრამ გულახდილად, იაპონია, ჩინეთი და ევროპა ნავთობის დიდ ნაწილს სრუტით ატარებენ. ჩვენ თითქმის არაფერს ვიღებთ, 1%-ზე ნაკლები გვაქვს. ჩვენ არ ვჭირდება კონკრეტული პროცენტი ვიყოთ, გონია ამას უბრალოდ თავაზიანობისთვის ვაკეთებთ, მაგრამ კარგად რომ დავფიქრდეთ, ჩვენ სრუტეს არ ვიყენებთ. სრუტეს შვებისთვის ვიცავთ, მაგრამ ნატოს არ სურს დაგვეხმაროს, როცა დახმარება თავად სჭირდებათ. მაგრამ ეხლა ისინი ბევრად უფრო მეგობრულები ხდებიან, რადგან ხედავენ ჩემს პოზიციას, ბევრად უფრო მეგობრულები ხდებიან, მაგრამ ჩემთვის უკვე ძალიან გვიანია. როგორც თქვენ უნდა იცოდეთ, გაერთიანებული სამეფო ახლა გეგმავს თავისი ავიამზიდების გაგზავნას. თქვი ავიამზიდები ომამდე მინდა, არა ომის მოგების შემდეგ, ისინი ომის მოგების შემდეგ გამომიგზავნიან. ფაქტობრივად, არავინ არის, ვინც მათ ესვრის. მათი რაკეტების მარაგი 90% შემცირდა, დრონების რაოდენობამაც იკლო, ქარხნები იშლება. დიახ ბატონო. რაკეტებისა და საბრძოლო დრონების გაშვება 90%-ზე მეტად შემცირდა, რაც დამანგრევ ძალას აჩვენებს. თქვენ მთავარ საკითხს, თავდაცვის ბაზას შეეხეთ ბატონო პრეზიდენტო. თუ მეტის წარმოებას ვერ შეძლებთ, მარაგი შეზღუდულია. ამიტომ მიზანში ვირებთ მათი დახვეწილი იარაღის თავდაცვის კონტრაქტორებს, რომ დავრწმუნდეთ, მომავალში ვერც სარაკეტო დანადგარებისა და რაკეტების აღდგენას შეძლებენ. ეს არის სამხედრო განადგურება, რაც აქამდე არასდროს უნახავთ. ასე რომ, სულ რაღაც ორ კვირაში ჩვენ დავანგრიეთ მათი საზღვაო ძალები, საჰაერო ძალები, მთელი ტექნოლოგია გაქრა, ყველა კომუნიკაცია შეწყდა და ყველა ლიდერი იქიდან ამოიღეს. ისინი კარგად ართმევენ თავს, არა? რას ფიქრობ? კიდევ ერთი კითხვა პრემიერ-მინისტრისთვის. ნება მომეცით ავირჩიო ლამაზი ადამიანი, იაპონიის ყველაზე ლამაზ და ელეგანტურ ადამიანებს შორის. ეხლა მე მაქვს კითხვა პრემიერ-მინისტრისთვის, მოდი დავიწყოთ. იქ, ცოტა წინ. არ ჯერა მუსიკის, ის ჩატში ყვირის, გააგრძელე. რა თქმა უნდა, ეხლა იაპონია და შეერთებული შტატები ძალიან ახლო მოკავშირეები არიან. კითხვა: რატომ არ გააფრთხილეთ შეერთებული შტატები და ევროპისა და აზიის მოკავშირეები, მათ შორის იაპონია, ომამდე ირანზე შეტევის შესახებ? ამიტომ ძალიან დაბნეულები ვართ იაპონელები. მოქალაქეები, არ გინდათ რომ ზედმეტად მიანიშნოთ. როცა შევდივართ, სერიოზულად შევდივართ და არავის ვეუბნებით, რადგან გვინდოდა სიურპრიზი ყოფილიყო. ვინ უკეთ იცი სიურპრიზები, თუ არა იაპონია? რატომ არ მითხარი პერლ ჰარბორის შესახებ? კარგი ხომ ასეა? ის მეკითხება, ეხლა ბჯერა სიურპრიზების.
მგონია ბევრად უფრო მეტად ვიდრე ჩვენ და ჩვენ სიურპრიზი გქონდა და შევძელით და ამ სიურპრიზის წყალობით პირველი 2 დღე წარმატებით დავასრულეთ. ალბათ ჩვენი გაკეთებულის 50% დავკარგეთ და მეტიც ვიდრე ველოდით. თუ იქ სავალ და ყველას ვეტყვი, სიურპრიზი აღარ დარჩება, არა? კარგი რა. კიდევ ერთი პრემიერ-მინისტრისთვის. პრემიერთან გადადიხართ უკაცრავად. ბატონო მინისტრო, სურს ვიცოდე, გექნება თუ არა ახლა დრო რომ ამ გადაუჭრელ საკითხზე ვისაუბროთ? არა. ჩვენს მიმართ არსებობს კრიტიკა და ტერმინები. მაშ აპირებ ამ საკითხის წამოწევას. იაპონიასა და ჩინეთს შორის ხანგრძლივი ურთიერთობა. ფიქრობ, შესანიშნავი მოგზაურობა გვექნება. მოგზაურობა დაახლოებით თქვენ ახევრით გადაიდო. ის ხელახლა დაიგეგმა და ამას მოუთმენლად ველით. ჩინეთში ყოფნისას პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრაზე იაპონიას შევაქებ. დღეს კარგი საუბრები გვექნება ძირითადად ვაჭრობაზე, რადგან მათ ბევრი საქმის გაკეთება სურთ და მსხვილი მყიდველები არიან. ჩვენი ენერგიის, ნავთობისა და გაზის, განსაკუთრებით ალასკადან. ალასკა გჯერათ თუ არა, ბევრად უფრო ახლოსაა ვიდრე ნებისმიერი სხვა წყარო. უბრალოდ ცოტა ცივი ჩანს. ეს უბრალოდ მოკლე მგზავრობაა. ასე რომ ამაზე ვისაუბრებთ, ვაპირებთ ვიმსჯელოთ ვაჭრობაზე და საუბრის დიდი ნაწილი შეეხება ენერგეტიკას. დიდი მადლობა ყველას, მადლობა.